თბილისის ჰამქარი 9 მილიარდიანი შუშის არქიტექტურის წინააღმდეგ. შეცვლის თუ არა ძველი თბილისის იერსახეს ახალი პროექტი პანორამა თბილისი. ხელოვნებათმცოდნეები ირწმუნებიან, რომ შეცვლის თანაც უარესობისაკენ. თბილისის ჰამქარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მიმართვას აუძლებს, რომელშიც გასული წლების პრაქტიკას იხსენებს და არა მხოლოდ ძველი უბნების იერსახის, არამედ იქ არსებული ისტორიული ძეგლების უსაფრთხოებასაც ეჭქვეშ აყენებს. პროექტი, რომელიც ჯერჯერობით იდეის სახით არსებობს, უკვე გახდა არქიტექტორთა და ურბანისტთა მწვავე კრიტიკის საგარიც. ისინი პროექტის დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ. თანაინვესტირების ფონდი კი დეტალებს საიდუმლოდ ინახავს. ფონდში დღეს 10 ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების ბრალდებას გამოეხმაურნენ. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. მისამართი კოტე აფხაზის ნომერი 22 აშენდა მე-19 საუკუნეში, განთავსებული იყო ფაბრიკა და ქარვასლა. ეს შენობა როგორც თბილისის ჰამქარი უწყება პანორამა თბილისის ახალ თბილისურ პანორამაში ვეღარ მოხდება. ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ძველი ფაბრიკა არა ერთადერთი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთია იმ ისტორიულ ნაგებობათაგან, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაინგრევა ან დაზიანდება. თბილისის ჰამქარი ყურადღებას ძველი თბილისის ისტორიულ სტატუსზე ამახვილებს და იქ გრანდიოზული მშენებლობების არარაციონალურობაზე საუბრობს. ახალი მშენებლობები ისე უნდა იშენდებოდეს, რომ ძველის აღქმას არ უშლიდეს ხელს. ანუ ეს პროექტი მთლიანად არღვევს ძეგლთა დაცვის პრინციპებს. ახალი პროექტის კანონთან შეუსაბამობაზე თბილისის ჰამქარი მიმართვაშიც საუბრობს, რომელიც ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად გაავრცელა. ადამიანები, რომლებიც ნორმებს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ისტორიულ ძეგლებს კანონი იცავს, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე. ამ პოზიციის დასამტკიცებლად იურისტები დედაქალაქის გასული წლების ურბანული დაგეგმარების პრაქტიკას იშველიებენ. ალბათ თუ კარგად ეს კანონი იცავს კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ პრაქტიკა არის აბსოლუტურად საპირისპირო. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, როდესაც რეაბილიტაცია, რესტავრაციას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეეწირა. გაიმეორებს თუ არა გასული წლების პრაქტიკას თანაინვესტირების ფონდის პროექტი პანორამა თბილისი, რომელმაც ძველ თბილისში 4 მრავალფუნქციური კომპლექსი, სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი უნდა გააერთიანოს. ამაზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიას ეკისრებათ. სამინისტრო პანორამა თბილისში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მერიაში კი განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვა და საბოლოო პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს. განაცხადი არის შემოსული მხოლოდ განაშენების რეგულირების გეგმის დამუშავების დავალებაზე, რომელიც არის ზოგადი კონცეფცია, ჯერ სხვა კონკრეტული პროექტი ან კონკრეტული მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი არ არის. არანაირი განსაკუთრებული საფრთხე ჩვენი ქალაქის ძველობას, ისტორიულ ზონას არ ემუქრება. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ურბანისტები და არქიტექტორები, რომლებიც პანორამა თბილისის მიმართ კრიტიკას არ იშურებენ. გეგმით გათვალისწინებული 1800 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, ბეტონისა და შუშის კონსტრუქციები, ძველ თბილისთან შეუსაბამო საბაგირო კოშკურები. არქიტექტორთა შენიშვნების სია საკმაოდ ვრცელი არის, გამოც ისინი ძველ თბილისში ურბანულ კატასტროფას წინასწარ მეტყველებენ. ეს ადგილი არის რეკრეაციული თუ ლანდშაფტური ზონა. ყოველ შემთხვევაში არც ერთში არ შეიძლება ესეთი მასშტაბური სამშენებლო აქტივობა, როგორცაც ამ პროექტზე ვხედავთ. დაუშვებელია, რომ საბაგირო გზის ამძები 30-40 მეტრიანი გაჩნდეს შუა ისტორიულ ქალაქში. რაღაც უზნეობაა იცით იმაში, რომ ისტორიულ ცენტრში აშენებ მაღალ შენობებს, იმისთვის, რომ იმ შენობების სახურავებზე მოაწყოს საბაგირო გზა, რითიც შენ აიყვან კლიენტებს შენ რაღაც ცენტრში სოლოლაკის ქედზე. რას ფიქრობს ამ ბრალდებებზე თანაინვესტირების ფონდი, რომელიც პანორამა თბილისში 9 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს, უცნობია. ფონდში არც კომენტარს აკეთებენ და პროექტის დეტალებსაც საიდუმლოდ ინახავენ. შეცვლის თუ არა ძვირადღირებული დახრილი ლიფტებით, საბაგირო გზებითა და ახალი მრავალსართულიანი შენობებით პანორამა თბილისი. ძველ თბილისურ პანორამას ეს მაშინ გაირკვევა, როცა დედაქალაქის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იმსჯელებს.